ანუ ამ არომატით გამარჯვებაც არ მითხრათ, გადაკოცნაზე ზედმეტია საუბარი. რა კარგია. ამდენი კარგი სუნამო თუ გვაქვს პენჰალი კონსერვატორიის ხა. ტკბილი ღვინის სურნელი აქვს და ძალიან კარგია. თავის მოვლის საშუალებების უნი აქვს ამ სუნამოს დიდად ვერ აღვთავანდი, ანუ არ მომეწონა. ვაიმე, ხო ძალიან ნაცნობია, საშინლად ნაცნობია. მე ხძლიერი არ ვარ სუნამოების გამოსნობაში, მაგრამ ნუ აი როგორც კი ახლოს მოიტანეთ, უკვე ცუდად გამხადა. ეს ჩემი სუნამო არ არის და ამითი ძალიან გთხოვთ არ გადაგკოცნოთ შემდეგი. ციტრუსის სოს ვგრძნობ. ძალიან ფრეშია. მომეწონებოდა. იცი რა, რაღაცა ისეთი სახასიათო არაფერია, რომ რა კონკრეტულ ტიპაში დაესხა. მგონია, რომ ქალიც დაისხავდა, მეც დავისხავდი. ძალიან ჩვეულებრივი ყოველდღიური სუნამო. არაფერი ისეთი, რომ რაღაც კონკრეტულ ტიპს დაესხა. კაცის არის ხო? ძალიან კაი სუნი აქვს. აი ციტრუსის, ხილის არომატებია ჩემთვის. ძალიან მომწონს. და მეც დავისხამდი დიდი საუნებით, იმიტომ რომ მგონია რომ უნისექსი. აი ნებისმიერ გასართობ სიტუაციაში, ბარში ან სადმე ალბათ ძალიან თავისუფლად შეიძლება ამის დასხმა. სხვათა შორის კარგი სუნი, ვერ ხვდები სუნი. ციტრუსების ხომ მგონი? მე რა კაი სუნი აქვს, შემაწუხებელი სუნი არ აქვს. ნუ ხალი არა დაისხავდა ჩემაზეც კაცი სურნელია. მე ძალიან მომწონს, არა შემაწუხებელია და კარგი სუნია, საბოლოოდ მართლა. ძალიან მომეწონა ეს. რეკომენდაცია ჩემგან ამ სუნამოს. მე ძალიან ისეთ სახეს ვიღებ ხო უკაც მე ძალიან ცუდი სუნი აქვს ვერ ვსუნა რაღაც მე არ ვიცი ციტრუსი მიტრუსი რაღაცა არ ვიცი წიწაკა თუ ბულგარული თუ რაღაცა თუ არ ვიცი რაღაცა არ ვიცი ძალიან ცუდი სუნი აქვს ანუ ამ არომატით გამარჯვებაც არ მითხრათ გადაკოცნაზე ზედმეტია საუბარი მე ძალიან გემრიელია მე მომწონს ეს სუნამო ძალიან და ამას უფრო ალბათ დაისხავდა ძალიან თავდაჯერებული ტიპი. მომწონს. ჩემი ფავორიტი სუნი საერთოდ არ არის. ზედმეტად ტკბილია ჩემთვის. აი, კევის, რომელიღაც კევის არომატის სუნი მოაქვს ჩემთვის. ხის კევები რო იყო, ზუსტად მაგის სუნი აქვს. ჩემთვის ძალიან ფემინური სუნი აქვს, მაგრამ გონია რომ კაცებიც გაისხამენ, უბრალოდ უფრო ქალურია ჩემთვის. ნუ, ცუდი არ არის, მაგრამ ჩემ ფავორიტიც არ არის. საპონის სუნია? არ მომეწონა. წიწაკიანი საპონის სუნი აქვს და ჩემი სტილი საერთოდ არ არის. დიდად არც არავიზე არ მომეწოდა, აი რაღაცნაირად სუფთად. აი ხელები რო ახალი დაბანილი აქვს ზუსტად ეგეთი ადამიანში დავაჭლებოდ მიტოვებს. არა, საერთოდ არ ჩემი სუნა. მე არა ძალიან მძაფრის არ მიყვარს ძალიან მძაფრის სუნები მამაკაცებს და ქალებს მომწონს მოტკბო არომატები ეს ჩემთვის ну როგორც წინაური რომ ძალიან ცუდად გამხადა არა მაგრამ ესეც ცუდად მხდის საკმაოდ აი ძალიან ღრმად რა შედის მე სადღაც მოტკბო შეიძლება ვიგრძნო სადღაც ბოლოში მოტკბო მაგრამ თავდაპირველად ისეთი მძაფრი არის ისეთი სიმძაფრე მოკრო ანუ არ შემიძლია თუ არ ვიცი მე აზრით უფრო ასაკოვანი მამაკაცი დაისხავდა სადმე ბრიტანეთში private club-ში რა სხედან ვისკისთან ერთად სიგარეტით და რაღაც ლორდი ალბათ ქვეყნით ბედს რო გადაწყვეტს საინტერესო არ არის ახალგაზრდული ნამდვილად არ არის უფრო 40+, მაგრამ მე არ მომწონს ანუ ჩემს მეორე ნახევარს არ მოდარეს მოესხეს რაღაცნაირი მძიმეც არის ხო? მძიმეა ცოტა ისეთია მკაცრი მაგრამ მომეწონებოდა. აი ეს უფრო პიჯაკში და ცოტა ისე წარმოსადეგი ტიპის სუნამოა. აი შენ რომ გაქვს ჩივასი იმის სუნი აქვს. აი ზუსტად ეგეთ სიტუაციაში წარმომიდგენია რომ სადღაც ბარში ან სიგარის მოწევის დროს რაღაც ისეთ ბნელ ლაუნჯში წარმომიდგენია.
ეს სურნელი და ძალიან კარგია. ძალიან ინტენსიური სუნია, მაგრამ შემაწუხებელი არ არის. ალკოჰოლურ სუნს გრძნობ, აი კონიაკის ან ვისკის სუნი მოდის და აი როგორ ადამიანებს უნდა ესხათ, იცით? აი მნიშვნელოვან შეხვედრებზე, ჩემი აზრით, აი შოუ კოსტუმში გამოწყობილი მამაკაცის ეგეთი ვაიბი მოაქვს. მომწონს, არ არის შემაწუხებელი. სხვა ადამიანზე სხვა შორის ძალიან მომეწონება და არ გამაღიზიანებდა ეს სუნი. აი სერიოზული ადამიანის თავშელებას დამტოვებდა, ესეც ეს სუნა მოესხმოდა ჩემი აზრით. ანუ მომეწონა კი კარგი სუნა. არ არის ცუდი. მოტკბო არის, რა თქმა უნდა, ჩემი ფავორიტი. ვერ გეტყვით, რომ თლად ვანილის სუნი აქვს, თქვენ ალბათ მიხვდებოდით, რომ ვანილი ძალიან მომწონს, მაგრამ ტკბილი არის, რამე ტკბილი ხილი შეიძლება გქონდეს. აზიური აღმოსავლური სუნი აქვს ამასაც ჩემთვის პირადად. დაისხავდა ესეთი სოლიდური მამაკაცი. მომეწონებოდა სხვათა შორის. არ გაძის, არ მაღიზიანებს, თავის თავში დარწმუნებული, ბრუტალური. კი ბატონო. მამაკაცური სუნამოა. ნამდვილად მამაკაცური სუნამოა. ფრანგულია, რამე რაღაც ისეთ ფრანგებზე წარმომიდგენია უფრო ეს სუნამო. თავისთავად იტალიურია, ოკეი. იტალიელებსაც რაღაც პიჯაკში ჩაცმული მომწონს. ეს სუნამო მომწონს ძალიან. კარგია. ნიშ ბრენდია? ცუდი სუნია არა. ძალიან ნაცნობი სუნია. როგორც რა თქმა უნდა სახელი არ მიცედინება. ყვავილები არის რამე ყვავილი ამაში? ცოტა სინაზეც აქვს. ხო, აი ამიტომ ვთქვი, რომ ნაზიც არის, რაღაცნაირი ვანილი, ალბათ ნაზ ნოტაში გადის. ოღონდ მამაკაცურიც არის ამასთან ერთად და მძაფრია. ახლა ცხოშიც მაქვს, ცხოში მაქვს ახლაც სუნი. ღვინის სუნი მოაქვს. ტკბილი ღვინის სურნელი აქვს და ძალიან კარგია. უბრალოდ ოდნავ ჩემთვის ტკბილი არის, ვიდრე რეალურად მომწონს ხოლმე. ამასაც საკმაოდ ფემინური სუნი აქვს, მაგრამ მგონია, რომ თავისუფლად შეუძლია მამაკაცებსაც ამ სურნელის გამოყენება. ხო, აი ალკოჰოლური სუნები გრძნობა, ეს ინტენსიური სუნი ოდნავ დაჰკრავს თითქოს, მაგრამ საერთოდ ჯამში ძალიან კარგია, ძალიან მომწონს. მე მომწონს ტკბილი სუნები და უშეს ტკბილი სუნები უყვარს, ჩემი აზრით მოეწონება და დაისხამდა. აი ფემინური სუნი აქვს რეალურად, უნისექსი მგონია, მაგრამ მგონია რომ პოპულარული იქნებოდა და ჩემი აზრით უფრო ქალისთვის არის, ანუ თუ ხალხზე წარმომიდგენია ეს სუნი, რომ ძალიან ტკბილი და ისეთი არომატი, აი სასიამოვნო და გამაღიზიანებელი საერთოდ არ არის. ბიჭი შეიძლება ხო, მაგრამ აი კაცისთვის არ ვიცი ხა, არ ვიცი შეურაცხყოფას არავის არ მივაყენებ, მაგრამ საპნის სუნი აქვს. ანუ აი 75%-იანი საპნები რო არის, ხო იცით? აუ არა. მე მგონი ამასაც ცოტა ვანილი აქვს, ხო? კარგი სუნია ძალიან და ისეთია. მარტივად რომ მოგეწონება და უეჭველად მოწონებადი სუნელია. ამას უფრო ალბათ ახალგაზრდა ბიჭებს ვხედავ. თინეიჯერებსაც ძალიან მოუხდებოდა, ძალიან მარტივი და მსუბუქი, კარგი, ტიპურად კარგი სუნია. ჩემი აზრით საერთო თავშეყრის ადგილებში არც თუ ისე კარგი არჩევანი იქნება ამ სუნამოს გასხმა, იმიტომ რომ ცოტა არასაკმაოდ მძაფრია. არ მომწონს. ძალიან კარგია. აფლის სუნი აქვს. ძალიან სასიამოვნო სუნია, კაი დიდი სიამოვნებით. დავისხამდი მეც. ძალიან კარგი არის. ქალზეც მომწონებოდა რეალურად და კაცზეც, მაგრამ უფრო ახალგაზრდული და ანუ არც გამაღიზიანებელი არაფერი სხვა და ძალიან მომეწონებოდა მაგალითად და აი ყურადღებას მიიქცევდა ჩემს ეს სუნამო. დავინტრიგდებოდა ვისესხია ეს სუნამო და ძალიან მომეწონა. ნუ აი მომწონს თქო მოვიტყუები. სიმართლე რო გითხრათ.
თუმცა პლუსი არის ის, რომ ცუდად არ მხდის და აი გაჭირვებაში თუ ძალიან მომეწონება ბიჭი, აი ძალიან თუ მომეწონება და სხვა კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, შეიძლება ეს სუნიც ავიტანო. კი ბატონო, მაგრამ რო გითხრათ, რომ ესე მომეწონება და ვინმე ამ სუნამოთი ნაკლებად თითქოს მოტკბო არის, მაგრამ ცოტა გამახიზიანებელი, სიმძაფრე უფრო მოდის ჩემთვის, ვიდრე ეს რაღაცა დავარცხნილი და მშვიდი სიტკბო. ჩემთვის ეს სურნელების, სუნამოების ასოცირდება რაღაც მშვიდესთან, რაღაც ესეთ ჩამჯდარი რო ხარ სადღაც მდგომარეობასთან და ეს არის უცბად რო გირტყავს, სიმძაფრე მოდის, ცალსახად ტკბილი არომატია, მაგრამ არ მომწონს. მე პირადად ვანილიც აქვს, დარწმუნებული ვარ, კიდე სხვა ტკბილი ხილის ინგრედიენტები, მაგრამ დიდი არაფერი. მე მგონი ერთი სუნამო მომწონა მხოლოდ მამაკაცების ხაზიდან, ხო, დანარჩენმა ცუდად გამხადა. ეს ნორმალურია, თუ სხვა კრიტერიუმებს დააკმაყოფილებთ, ჯანდაბას დაისხით ეს სუნამო. კარგია. ამდენი კარგი სუნამო თუ გვაქვს, პენჰალი კონსერვატორიის ხო? კვეთრად რომ იგრძნობა, ისეთია. რაღაცნაირად კოსმეტიკის, პომადის და პუდროვანი სურნელი აქვს, მაგრამ კაცს რომ მოუხდება ისეთია. მამაკაცური არის. მეც დავიწყავდი. ალბათ. ძალიან კარგია. ყველა მომწონს. კაფის დასაბანის საშუალების სუნი აქვს ჩემთვის. მაგრამ ერთი კარგი ის არის, რომ ძალიან ფრეშ არომატი აქვს. თითქოს სისუფთავის განცდას ტოვებს. მაგრამ ყოველდღიურად ვერ გამოვიყენებდი, იმიტომ რომ ზედმეტად არასაინტერესო და ბანალური სურნელი აქვს რომელღაც. თავის მოვლის საშუალებების სუნი აქვს. ამ სუნამოს დიდად ვერ აღვთავანდი, არ მომეწონა, ძალიან პუდროვანია და დიდად რო ვთქვა, რომ სხვაზე მომეწონებოდა თქო, არ არის ჩემი სტილი, არ ვიცი. ესე იგი, ყველაზე მეტად არ მომეწონა პირველი არომატი, რომელმაც მართლა ძალიან ცუდად გამხადა და წესიერად არც დამისუნია და საერთოდ არ ვიცი რა არის, მაგრამ ეს არის ჩემთვის ცალსახად ძალიან დიდი არა და ყველაზე მეტად მომეწონა ეს მეოთხე არომატი, რომელიც იყო ტკბილი და ვანილის სურნელება მოსდიოდა და რა ვიცი, ჩემთვის ეს ყველაზე მისაღები იყო და ამ სუნამოს დიდი სიამოვნებით ავიტანდი ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაც მთავარია, მე ზოგადად მჭირს ეს ამოჩენებები და მაქვს პერიოდი, რომ ერთი სუნამო მასხია, მეორე პერიოდი მეორე სუნამო მასხია, რა თქმა უნდა, ეს ყველა არის ტკბილი და რა ვიცი, აბა მიეძალეთ ამ სუნამოს ჩემი პირადი რჩევით. იმის მიუხედავად, რომ ყველა მართლა ძალიან მომეწონა, იყოს ეს ყველაზე ნაკლებად, იმიტომ რომ იმათ რაღაცა დამახასიათებელი და ცოტა უფრო ხასიათიანი იყო და ეს ყველაზე ესეთია და ბოლო მომეწონა ყველაზე მეტად. ეს ძალიან კარგია. სურნელი, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა, არის სურნელი, რომელსაც დაჰკრავდა ციტრუსოვანი, ფრეშ არომატები, არაშემაწუხებელი, საზაფხულო, გამაგრილებელი სუნი აქვს, რაც ძალიან უნდობს. და ნაკლებად მომეწონა ბოლო სუნამო, რომელსაც ჰქონდა კაფის და რაღაც დასაბანის საშუალებების სუნი, რაც საერთო ჯამში ცუდი არ არის, მაგრამ როგორც სუნამო და როგორც ყოველდღიური გამოყენების სურნელი, ჩემთვის არც თუ ისე კარგი არჩევანია. ჩემი აზრით ძალიან ლამაზი სურნელი აქვს, სუნამოში რაც მოწონს, ყველა არომატი ერთად აქვს და სხვაზეც ძალიან მომეწონებოდა ეს სუნამო. ყველაზე ნაკლებად მომეწონა მეორე სუნამო, იმიტომ რომ ჩემთვის უფრო საპნის სუნი მოქონდა და დიდად არ აღმოფრთოვანა.